შავი ხვრელი არ არის გზა. ის არის დანიშნულების პუნქტი, საიდანაც დაბრუნება შეუძლებელია. წარმოიდგინეთ კარი, რომელიც იხსნება მხოლოდ ერთი მიმართულებით, შეხვალთ და ის იკეტება თქვენს უკან, არა ბოლტებით, არა საკეტებით, არამედ თავად სივრცე-დროის სტრუქტურით. ეს არ არის მეტაფორა. ეს არის ზუსტი აღწერა იმისა, რაც ხდება მოვლენათა ჰორიზონტზე, უხილავ საზღვარზე, რომელიც გამოყოფს ჩვენს სამყაროს იმ რეგიონისგან, სადაც ფიზიკის კანონები იღებენ ისეთ ფორმას, რომ გაქცევა ხდება არა რთული, არამედ ონტოლოგიურად შეუძლებელი. როცა გადაკვეთავთ ამ საზღვარს, თქვენი მომავალი აღარ შეიცავს ვარიანტს გარეთ გასვლა. ყველა შესაძლო ტრაექტორია, ყველა გზა, რომელსაც ფიზიკა უშვებს, მიემართება მხოლოდ ერთი მიმართულებით, ცენტრისკენ, სინგულარობისკენ, წერტილისკენ, სადაც სივრცე და დრო წყვეტენ არსებობას. რატომ? რატომ ხდება ასე, რომ მიმართულება სივრცეში გარდაიქმნება მიმართულება დროში? რატომ როცა შედიხართ შავ ხვრელში, ცენტრისკენ მოძრაობა ხდება იგივე, რაც მომავლისკენ მოძრაობა? და რატომ ეს ნიშნავს, რომ სინგულარობის თავიდან აცილება ხდება ისეთივე შეუძლებელი, როგორც ხვალინდელი დღის თავიდან აცილება? პასუხი იმალება არა შავ ხვრელში, არამედ თავად სივრცე-დროის ბუნებაში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ სივრცე არის სცენა, სადაც ხდება მოვლენები, და დრო არის მდინარე, რომელიც მიედინება ერთი მიმართულებით. მაგრამ აინშტაინმა აჩვენა, რომ ეს ილუზიაა. სივრცე და დრო არ არის ორი განცალკევებული არსება, ისინი არიან ერთი ქსოვილის ორი ასპექტი, რომელსაც უწოდებთ სივრცე-დროს. და ეს ქსოვილი არ არის ხისტი, ის იხრება, იკუმშება, ტრიალებს მასის და ენერგიის გავლენით. შავი ხვრელი არის ადგილი, სადაც ეს დახრა ხდება იმდენად ექსტრემალური, რომ სივრცე-დრო ფაქტობრივად იხრება საკუთარ თავში, ქმნის რეგიონს, საიდანაც არ არსებობს გზა გარეთ, არა იმიტომ, რომ არ არის საკმარისი სიჩქარე, არამედ იმიტომ, რომ თავად გარეთ ცნება კარგავს მნიშვნელობას. ყოველ დილას, როცა იღვიძებთ და გადადიხართ სამზარეულოში, თქვენ მოძრაობთ სივრცეში და დროში ერთდროულად. თქვენ გადადიხართ 2 მეტრს სამზარეულომდე, ეს არის მოძრაობა სივრცეში. მაგრამ ამავდროულად თქვენ გადადიხართ 10 წამს მომავალში, ეს არის მოძრაობა დროში. ჩვეულებრივ ეს ორი მოძრაობა დამოუკიდებელია, თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ სად წახვალთ სივრცეში, მაგრამ ვერ აირჩევთ სად წახვალთ დროში. თქვენ ყოველთვის მოძრაობთ მომავლისკენ, ერთი წამი წამში. მაგრამ შავ ხვრელში, მოვლენათა ჰორიზონტის მიღმა, ეს დამოუკიდებლობა ქრება. მიმართულებას ცენტრისკენ ხდება დროის მიმართულება, ისევე როგორც მომავალი. და ისევე როგორც თქვენ ვერ შეაჩერებთ დროს, ვერ დაბრუნდებით წარსულში, ვერც სინგულარობისკენ მოძრაობას შეაჩერებთ. ეს არის ყველაზე რადიკალური იდეა თანამედროვე ფიზიკაში, შავ ხვრელში სივრცე და დრო ცვლიან როლებს. ისტორია იწყება 1916 წელს, რამდენიმე თვის შემდეგ იმისა, რაც აინშტაინმა გამოაქვეყნა ზოგადი ფარდობითობის თეორია, განტოლებები, რომლებიც აღწერენ, როგორ მასა და ენერგია ახლობენ სივრცე-დროს. გერმანელი ფიზიკოსი კარლ შვარცშილდი იმყოფება რუსულ ფრონტზე, მსახურობს გერმანიის არმიაში პირველი მსოფლიო ომის დროს. ის არის ასტროფიზიკოსი, რომელიც ომამდე სწავლობდა ვარსკვლავების სპექტრებს, მაგრამ ახლა ის ითვლის ბალისტიკურ ტრაექტორიებს. ღამით, თავის კარში ის კითხულობს აინშტაინის ნაშრომს და ცდილობს გაიგოს ეს ახალი, რევოლუციური იდეები. აინშტაინის განტოლებები არის უზარმაზარი სირთულის, 10 დაკავშირებული დიფერენციალური განტოლება, რომლებიც აღწერენ, როგორ სივრცე-დრო რეაგირებს მასაზე. თავად აინშტაინი თვლიდა, რომ ზუსტი ამონახსნი შეუძლებელია. მაგრამ შვარცშილდი პოულობს ამონახსნს. 2 თვეში ომის ველზე ის წერს ნაშრომს, რომელიც შეიცავს პირველ ზუსტ ამონახსნს აინშტაინის განტოლებებისა. ის აღწერს სივრცე-დროს სფერულად სიმეტრიული მასის გარშემო, მაგალითად ვარსკვლავის ან პლანეტის გარშემო. და ამ ამონახსში ის აღმოაჩენს რაღაც უცნაურს, არსებობს კრიტიკული რადიუსი, სადაც სივრცე-დროს გეომეტრია ხდება სინგულარული. ამ რადიუსს ახლა ვუწოდებთ შვარცშილდის რადიუსს და ის განისაზღვრება მარტივი ფორმულით, ორი გრავიტაციული მუდმივა გამრავლებული მასაზე, გაყოფილი სინათლის სიჩქარის კვადრატზე. მზისთვის ეს რადიუსი არის დაახლოებით 3 კილომეტრი. დედამიწისთვის 9 მილიმეტრი. შვარცშილდი არ იცის, რას ნიშნავს ეს სინგულარობა. ის ფიქრობს, რომ ეს შესაძლოა მათემატიკური არტეფაქტია, რაღაც რაც არ შეესაბამება რეალობას. ის აგზავნის თავის ნაშრომს აინშტაინთან, რომელიც გაოცებულია, როგორ შეძლო ამ ადამიანმა, ომის ველზე, იპოვა ამონახსნი, რომელსაც თავად აინშტაინი თვლიდა შეუძლებლად. მაგრამ შვარცშილდი ვერასოდეს გაიგებს თავისი აღმოჩენის სრული მნიშვნელობა. რამდენიმე თვის შემდეგ, 1916 წლის მაისში, ის კვდება აუტოიმუნური დაავადებით, რომელიც შეიძლება გამოწვეული იყო ომის ველზე პირობებით. მას 62 წელი აქვს.
30 წლის განმავლობაში შვარცშილდის ამონახსნი რჩება მათემატიკურ კურიოზად. ფიზიკოსები თვლიან, რომ სინგულარობა არის ნიშანი იმისა, რომ თეორია ვერ მუშაობს ამ რეგიონში, არა იმისა, რომ რეალობა რეალურად ხდება სინგულარული. მაგრამ 1925 წელს ახალგაზრდა ინდოელი ფიზიკოსი სუბრამანიან ჩანდრასეხარი ასრულებს გამოთვლებს, რომლებიც აჩვენებენ, რომ ვარსკვლავს, რომლის მასა აღემატება გარკვეულ ლიმიტს, დაახლოებით 1 მზის მასის ნახევარი, არ შეუძლია შეაჩეროს თავისი გრავიტაციული კოლაფსი. როცა ასეთი ვარსკვლავი ამოწურავს თავის ბირთვულ საწვავს, ის დაიწყებს შეკუმშვას და არაფერი, არც ელექტრონული დეგენერაციის წნევა, არც ნეიტრონული დეგენერაციის წნევა ვერ შეაჩერებს მას. ის გააგრძელებს შეკუმშვას უსასრულოდ, სანამ არ მიაღწევს შვარცშილდის რადიუსს და მის მიღმა. ეს იდეა იყო იმდენად რადიკალური, რომ თავად არტურ ედინგტონმა, ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა ასტროფიზიკოსმა იმ დროს, უარყო ის. ედინგტონი თქვა, უნდა არსებობდეს ბუნების კანონი, რომელიც ხელს უშლის ვარსკვლავს იმოქმედოს ასე აბსურდულად. მაგრამ ბუნების ასეთი კანონი არ არსებობს. 1929 წელს ამერიკელი ფიზიკოსი რობერტ ოპენჰაიმერი და მისი სტუდენტი ჰარტლენდ სნაიდერი აქვეყნებენ ნაშრომს, რომელიც აჩვენებს დეტალურად, რას ნიშნავს გრავიტაციული კოლაფსი. ისინი აჩვენებენ, რომ ვარსკვლავი, რომელიც კოლაფსირებს შვარცშილდის რადიუსს მიღმა, ქმნის რეგიონს სივრცე-დროში, საიდანაც სინათლეც კი ვერ გაიქცევა. ეს არის პირველი თეორიული აღწერა იმისა, რასაც ახლა ვუწოდებთ შავ ხვრელს. მაგრამ ტერმინი შავი ხვრელი ჯერ არ არსებობს. 1968 წელს ამერიკელი ფიზიკოსი ჯონ უილერი იყენებს ამ ტერმინს პირველად ლექციაზე და ის მყისიერად ვრცელდება. უილერი არის ის, ვინც ასევე აყალიბებს ტერმინს მოვლენათა ჰორიზონტის საზღვარი, რომელიც გამოყოფს რეგიონს, საიდანაც სინათლეს შეუძლია გაქცევა, რეგიონისგან, საიდანაც არ შეუძლია. და ის არის ის, ვინც პირველად აყალიბებს იდეას, რომ შავი ხვრელი არ არის ობიექტი სივრცეში, ეს არის სივრცე-დროს სტრუქტურის თვისება. ეს იდეა, რომ შავი ხვრელი არის არა ობიექტია, არამედ გეომეტრია, არის გასაღები იმის გასაგებად, თუ რატომ არ არსებობს გზა გარეთ. წარმოიდგინეთ ორგანზომილებიანი არსება, რომელიც ცხოვრობს ბურთის ზედაპირზე. ამ არსებისთვის სამყარო არის ორგანზომილებიანი ზედაპირი, არ არსებობს ზემოთ ან ქვემოთ, მხოლოდ წინ, უკან, მარცხნივ, მარჯვნივ. ახლა წარმოიდგინეთ, რომ ეს ბურთი იწყებს შეკუმშვას. ზედაპირი ხდება უფრო მცირე, მაგრამ ის კვლავ რჩება ორგანზომილებიანი ზედაპირი, არ არსებობს კიდე, არ არსებობს გარეთ. თუ ეს არსება დაიწყებს სიარულს ნებისმიერი მიმართულებით, ის საბოლოოდ დაბრუნდება იმავე წერტილში. ეს არის ანალოგია იმისა, რაც ხდება შავ ხვრელში, მაგრამ ერთი განზომილებით მეტით და ერთი კრიტიკული განსხვავებით. შავ ხვრელში შეკუმშვა არ ხდება სივრცეში, ის ხდება სივრცე-დროში. როცა გადაკვეთავთ მოვლენათა ჰორიზონტს, თქვენ შედიხართ რეგიონში, სადაც სივრცე-დროს გეომეტრია არის ისეთი, რომ ყველა მომავალი მიმართული ტრაექტორია, ყველა გზა, რომელსაც ფიზიკა უშვებს, მიემართება ცენტრისკენ. ეს არ არის იმიტომ, რომ რაღაც გიზიდავთ ცენტრისკენ. ეს არის იმიტომ, რომ თავად მომავალი მდებარეობს ცენტრის მიმართულებით. წარმოიდგინეთ, რომ დგახართ გზაზე, რომელიც მიემართება ჩრდილოეთისკენ. თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ წასვლა ჩრდილოეთისკენ ან დარჩენა ადგილზე, მაგრამ ვერ აირჩევთ წასვლა სამხრეთისკენ, გზა უბრალოდ არ მიემართება იმ მიმართულებით. შავ ხვრელში მოვლენათა ჰორიზონტის მიღმა, სივრცე-დრო არის გზა, რომელიც მიემართება მხოლოდ ერთი მიმართულებით, სინგულარობისკენ. ყოველ დღეს, როცა გადადიხართ ერთი ოთახიდან მეორეში, თქვენ აირჩევთ მიმართულებას სივრცეში, მაგრამ ვერ აირჩევთ მიმართულებას დროში, თქვენ ყოველთვის მოძრაობთ მომავლისკენ. შავ ხვრელში მოვლენათა ჰორიზონტის მიღმა, ცენტრისკენ ხდება დროის მიმართულება, ისევე როგორც მომავალი. და ისევე როგორც თქვენ ვერ აირჩევთ არ წასვლას მომავალში, ვერც სინგულარობისკენ არ წასვლას აირჩევთ. ეს არის ყველაზე ღრმა გაკვეთილი, რომელსაც შავი ხვრელები გვასწავლიან, სივრცე და დრო არ არის ფუნდამენტურად განსხვავებული. ისინი არიან ერთი ქსოვილის ასპექტები და ექსტრემალურ პირობებში, როგორიცაა შავი ხვრელი, ისინი შეიძლება გაცვალონ როლები. მოვლენათა ჰორიზონტის ზომა დამოკიდებულია შავი ხვრელის მასაზე. პატარა შავი ხვრელისთვის ვარსკვლავის მასის შავი ხვრელი, რომელიც წარმოიქმნა სუპერნოვას აფეთქებით, შვარცშილდის რადიუსი არის დაახლოებით 3 კილომეტრი. ეს არის მანძილი ცენტრიდან მოვლენათა ჰორიზონტამდე. გიგანტური შავი ხვრელისთვის, როგორიცაა ის, რომელიც მდებარეობს ჩვენი გალაქტიკის ცენტრში, რომლის მასა არის 4 მილიონი მზის მასა, შვარცშილდის რადიუსი არის დაახლოებით 12 მილიონი კილომეტრი. ყველაზე დიდი ცნობილი შავი ხვრელისთვის, თან 696, რომლის მასა არის დაახლოებით 66 მილიარდი მზის მასა, შვარცშილდის რადიუსი არის დაახლოებით 195 მილიარდი კილომეტრი.
ეს არის მანძილი, რომელიც 1300-ჯერ აღემატება დედამიწა მზის მანძილს. მაგრამ ზომა არ ცვლის ფუნდამენტურ თვისებას, მოვლენათა ჰორიზონტი არის ერთმხრივი საზღვარი. როცა გადაკვეთავთ მას, თქვენ შედიხართ რეგიონში, საიდანაც დაბრუნება შეუძლებელია, არა პრაქტიკულად, არამედ პრინციპულად. წარმოიდგინეთ, რომ ხართ კოსმოსურ ხომალდში, რომელიც უახლოვდება შავ ხვრელს. თქვენ ხედავთ მოვლენათა ჰორიზონტს როგორც შავ სფეროს რეგიონს, საიდანაც სინათლე არ გამოდის. როცა უახლოვდებით, თქვენ იწყებთ გრძნობას უცნაური ეფექტების. გრავიტაციული ველი ხდება უფრო ძლიერი თქვენს ფეხებთან, ვიდრე თქვენს თავთან. ეს არის მიქცევითი ძალა, რომელიც ცდილობს გაგიწელოთ. თუ შავი ხვრელი არის პატარა, ვარსკვლავის მასის შავი ხვრელი, ეს ძალა გახდება კატასტროფული ბევრად ადრე, ვიდრე მიაღწევთ მოვლენათა ჰორიზონტს. თქვენ გაიწელებით როგორც სპაგეტი, ეს პროცესი, რომელსაც ფიზიკოსები უწოდებენ სპაგეტიფიკაციას. მაგრამ თუ შავი ხვრელი არის გიგანტური, სუპერმასიური შავი ხვრელი, მიქცევითი ძალა მოვლენათა ჰორიზონტზე შეიძლება იყოს საკმაოდ სუსტი, რომ გადარჩეთ. ვთქვათ, თქვენ გადაწყვიტეთ გადაკვეთოთ მოვლენათა ჰორიზონტი გიგანტური შავი ხვრელის. რა მოხდება? პირველ რიგში თქვენ არაფერს განსაკუთრებულს იგრძნობთ იმ მომენტში, როცა გადაკვეთავთ. მოვლენათა ჰორიზონტი არ არის ფიზიკური ზედაპირი, ეს არის უბრალოდ ადგილი სივრცე-დროში, სადაც გეომეტრია იცვლება. თქვენთვის ხომალდში ყველაფერი ჩანს ნორმალურად. თქვენ შეგიძლიათ უკან გახედოთ და დაინახოთ ვარსკვლავები, გალაქტიკები, გარე სამყარო. მაგრამ თუ სცადავთ სინათლის სიგნალის გაგზავნას გარეთ, ის სიგნალი არასოდეს მიაღწევს გარე სამყაროს. ის გაიჭიმება, შენელდება, საბოლოოდ გაყინულ იქნება მოვლენათა ჰორიზონტზე, თქვენი პერსპექტივიდან ის გააგრძელებს მცდელობას გაქცევას, მაგრამ სივრცე-დროს გეომეტრია ისეთია, რომ ის არასოდეს გადაკვეთს ჰორიზონტს. ახლა თქვენ მოძრაობთ ცენტრისკენ. რამდენი დრო გაქვთ, სანამ მიაღწევთ სინგულარობას? ეს დამოკიდებულია შავი ხვრელის ზომაზე. პატარა შავი ხვრელისთვის 3 კილომეტრი შვარცშილდის რადიუსით, დრო მოვლენათა ჰორიზონტიდან სინგულარობამდე არის დაახლოებით 1/1000 წამი. ეს არის დრო, რომელიც სჭირდება სინათლეს გაიაროს 3 კილომეტრი. თქვენთვის ხომალდში ეს იქნება 1/1000 წამი, თქვენ ვერც კი მოასწრებთ გააცნობიეროთ რა მოხდა. გიგანტური შავი ხვრელისთვის 195 მილიარდი კილომეტრი შვარცშილდის რადიუსით, დრო არის დაახლოებით 16 საათი. თქვენ გექნებათ 16 საათი იმისთვის, რომ დაფიქრდეთ, დაწეროთ ჩანაწერები, შეხედოთ როგორ იცვლება სამყარო გარეთ. მაგრამ ეს 16 საათი იქნება უცნაური. რადგან როცა მოძრაობთ ცენტრისკენ, სივრცე-დროს გეომეტრია ხდება უფრო და უფრო დამახინჯებული. თქვენ დაიწყებთ დანახვას, რომ ცენტრისკენ და მომავლისკენ ხდება ერთი და იგივე. ყოველი წამი, რომელიც გადის, არის წამი, რომელიც გაქვთ უფრო ახლოს სინგულარობასთან, და ეს არ არის იმიტომ, რომ მოძრაობთ სივრცეში, არამედ იმიტომ, რომ მოძრაობთ დროში. სინგულარობა არ არის ადგილი სივრცეში, რომელსაც უახლოვდებით. ეს არის მომენტი დროში, რომელსაც უახლოვდებით, თქვენი პირადი მომავლის ბოლო მომენტი. როცა მიაღწევთ სინგულარობას, რა მოხდება? ჩვენ არ ვიცით. ზოგადი ფარდობითობის თეორია პროგნოზირებს, რომ სინგულარობაში სივრცე-დროს მრუდობა ხდება უსასრულო, გრავიტაციული ველი ხდება უსასრულოდ ძლიერი, მიქცევითი ძალები ხდება უსასრულოდ დიდი. თქვენ გაიწელებით უსასრულოდ, შეიკუმშებით უსასრულოდ, გახდებით წერტილი უსასრულო სიმკვრივით. მაგრამ ეს პროგნოზი ალბათ არ არის სწორი. რადგან როცა სიდიდეები ხდება უსასრულო, ეს ჩვეულებრივ ნიშნავს, რომ თეორია ვერ მუშაობს, რომ ჩვენ გვჭირდება ახალი თეორია, რომელიც აერთიანებს ზოგად ფარდობითობას და კვანტურ მექანიკას. კვანტური მექანიკა, თეორია, რომელიც აღწერს ბუნებას ატომურ და სუბატომურ მასშტაბებში, ამბობს, რომ არაფერი არ შეიძლება იყოს უსასრულოდ მცირე ან უსასრულოდ დიდი. არსებობს ფუნდამენტური ლიმიტი, პლანკის სიგრძე, დაახლოებით 1/36 მეტრი, რომელზე ქვემოთ თავად სივრცის ცნება კარგავს მნიშვნელობას. შესაძლოა სინგულარობა არ არის წერტილი უსასრულო სიმკვრივით, არამედ რეგიონი პლანკის მასშტაბის, სადაც სივრცე-დრო ხდება კვანტური ქაფი, ქსოვილი, რომელიც ვიბრირებს, ცვლის ფორმას. შესაძლოა აკავშირებს სხვადასხვა რეგიონებს სამყაროში ან თუნდაც სხვადასხვა სამყაროებს. მაგრამ ეს არის სპეკულაცია. ჭეშმარიტება არის ის, რომ ჩვენ არ ვიცით რა ხდება სინგულარობაში, რადგან არ გვაქვს თეორია, რომელიც აერთიანებს გრავიტაციას და კვანტურ მექანიკას. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა თანამედროვე ფიზიკაში, კვანტური გრავიტაციის თეორიის შექმნა. სტრიქონების თეორია, მარკუჟოვანი კვანტური გრავიტაცია, სხვა მიდგომები, ყველა ცდილობს პასუხის გაცემას ამ კითხვაზე.
მაგრამ ჯერჯერობით სინგულარობა რჩება საიდუმლოდ საზღვარი ჩვენი ცოდნისა, ადგილი, სადაც ფიზიკის კანონები, როგორც ჩვენ ვიცნობთ მათ, წყვეტენ მუშაობას. მაგრამ ერთი რამ ვიცით დარწმუნებით, შავი ხვრელი არ არის გზა სხვაგან. ის არის დანიშნულების პუნქტი, საიდანაც დაბრუნება შეუძლებელია. ეს არის ყველაზე ღრმა გაკვეთილი შავი ხვრელებისა. არსებობს საზღვრები რეალობაში, რომლებიც არ არის ტექნოლოგიური, ისინი არის ონტოლოგიური. მოვლენათა ჰორიზონტი არ არის კედელი, რომელიც შეგიძლიათ გაარღვიოთ საკმარისი ძალით. ეს არის სივრცე-დროს სტრუქტურის თვისება, რომელიც ხდის გაქცევას არ რთულს, არამედ უაზროს, როგორც წარსულში დაბრუნება ან ხვალინდელი დღის თავიდან აცილება. მაგრამ რომ ნამდვილად გავიგოთ, რატომ გაქცევა შეუძლებელია, უნდა ჩავწვდეთ უფრო ღრმად, იქ, სადაც მათემატიკა გარდაიქმნება ფიზიკურ რეალობად, სადაც განტოლებები ქმნიან ხაფანგებს, საიდანაც თავად სინათლე ვერ გაიქცევა. წარმოიდგინეთ, რომ დგახართ მთის ფერდობზე, რომელიც ისეთი ციცაბოა, რომ ყოველი ნაბიჯი ქვემოთ გიწევთ უფრო სწრაფად ვიდრე წინა. თავიდან დახრილობა მსუბუქია, თქვენ შეგიძლიათ გაჩერდეთ, უკან დაბრუნდეთ, აირჩიოთ სხვა გზა. მაგრამ რაც უფრო ღრმად ხვალთ, დახრილობა ხდება უფრო ციცაბო, სანამ არ მიაღწევთ წერტილს, სადაც ფერდობი ხდება ვერტიკალური და შემდეგ უფრო მეტი ვიდრე ვერტიკალური იხრება თქვენზე. ამ წერტილის შემდეგ ზემოთ აღარ არსებობს როგორც მიმართულება, ყველა გზა მიემართება მხოლოდ ქვემოთ. ეს არის არა მეტაფორა, არამედ ზუსტი გეომეტრიული აღწერა იმისა, რაც ხდება სივრცე-დროსთან მოვლენათა ჰორიზონტზე. გრავიტაცია არ არის ძალა, რომელიც გიზიდავთ, ეს არის სივრცე-დროს გეომეტრია, რომელიც განსაზღვრავს, რომელი მიმართულებები შესაძლებელია. და შავ ხვრელში ეს გეომეტრია ხდება ისეთი ექსტრემალური, რომ გარეთ წყვეტს არსებობას როგორც შესაძლო მიმართულება. როცა ცდილობთ ასვლას ციცაბო ბორცვზე და გრძნობთ, რომ გრავიტაცია გიბრუნებს უკან, თქვენ გრძნობთ იმავე პრინციპს, მხოლოდ შავ ხვრელში ეს პრინციპი მუშაობს არა თქვენს სხეულზე, არამედ თავად სივრცე-დროზე და ის არის იმდენად ძლიერი, რომ თუნდაც სინათლე, ყველაზე სწრაფი რაც არსებობს, ვერ ძლევს მას. სივრცე-დროს გეომეტრია აღიწერება იმით, რასაც მათემატიკოსები უწოდებენ მეტრიკას, ფორმულას, რომელიც გეუბნებათ, როგორ გაზომოთ მანძილები და დროის ინტერვალები. ბრტყელ სივრცეში, სადაც არ არის გრავიტაცია, მეტრიკა არის მარტივი, მანძილი ორ წერტილს შორის არის პითაგორას თეორემა. მაგრამ როცა მას აახლოვს სივრცე-დროს, მეტრიკა იცვლება. შვარცშილდის მეტრიკა, ამონახსნი, რომელიც კარლ შვარცშილდმა იპოვა 1916 წელს, აჩვენებს, როგორ იცვლება მეტრიკა სფერული მასის გარშემო. და ამ მეტრიკაში არის რაღაც უცნაური, როცა უახლოვდებით შვარცშილდის რადიუსს, დროის კომპონენტი და რადიალური სივრცის კომპონენტი იცვლიან ნიშნებს. ეს ნიშნავს, რომ რაც იყო დროის მიმართულება ხდება სივრცის მიმართულება და რაც იყო სივრცის მიმართულება ხდება დროის მიმართულება. ეს მათემატიკური ფაქტი, ნიშნების გაცვლა მეტრიკაში, არის ის, რაც ქმნის ერთმხრივ საზღვარს. წარმოიდგინეთ რუკას, სადაც ჩრდილოეთი და აღმოსავლეთი უცებ ცვლიან ადგილებს, რაც იყო ჩრდილოეთი ხდება აღმოსავლეთი, რაც იყო აღმოსავლეთი ხდება ჩრდილოეთი. თუ თქვენ ყოველთვის მოძრაობთ აღმოსავლეთისკენ, რაც არის ანალოგია მომავლისკენ მოძრაობისა დროში და უცებ აღმოსავლეთი ხდება ის, რაც ადრე იყო ჩრდილოეთი, მაშინ თქვენ იძულებული ხართ მოძრაობდეთ იმ მიმართულებით, რაც ადრე იყო ჩრდილოეთი. შავ ხვრელში ცენტრისკენ ხდება ის, რაც მომავალით იყო და რადგან თქვენ ვერ შეაჩერებთ მოძრაობას მომავლისკენ, ვერც ცენტრისკენ მოძრაობას შეაჩერებთ. ყოველ დილას, როცა იღვიძებთ და იცით, რომ დღე გადავა და მოვა ხვალინდელი, თქვენ გრძნობთ დროის ერთმხრივობას, ეს არის იგივე ერთმხრივობა, რომელიც მოქმედებს შავ ხვრელში, მხოლოდ გამოყენებული სივრცის მიმართულებაზე. მაგრამ რატომ ხდება ეს გაცვლა? რატომ სივრცე და დრო ცვლიან როლებს? პასუხი მდგომარეობს იმაში, თუ როგორ მუშაობს გრავიტაცია ზოგადი ფარდობითობის თეორიაში. აინშტაინმა აჩვენა, რომ მასა და ენერგია ახრობენ სივრცე-დროს და ობიექტები მოძრაობენ გეოდეზიურ ხაზებზე, ყველაზე პირდაპირ გზებზე ამ მოხრილ გეომეტრიაში. წარმოიდგინეთ გაჭიმული რეზინის ფურცელი, რომელზეც დებთ მძიმე ბურთს, ფურცელი იხრება ქმნის ორმოს. თუ გააგორებთ პატარა მარბლს ამ ფურცელზე, ის დაიწყებს მოძრაობას ორმოსკენ, არა იმიტომ, რომ ბურთი იზიდავს მას, არამედ იმიტომ, რომ ფურცლის გეომეტრია მიემართება ორმოსკენ. ეს არის ანალოგია გრავიტაციისა, მხოლოდ სამ განზომილებაში პლუს დრო. როცა თქვენ აგორებთ ბურთს მაგიდაზე და ის ნელდება ხახუნის გამო, თქვენ ხედავთ, როგორ ენერგია გარდაიქმნება, კინეტიკური ენერგია ხდება სითბო. იგივე პრინციპი მუშაობს სივრცე-დროში, მასა აგორებს სივრცე-დროს ქმნის მრუდობას და ობიექტები მიჰყვებიან ამ მრუდობას. შავი ხვრელი არის ადგილი, სადაც ეს მრუდობა ხდება უსასრულო, ან თითქმის უსასრულო.
წარმოიდგინეთ, რომ რეზინის ფურცელზე დებთ არა ბურთს, არამედ რაღაც იმდენად მძიმეს, რომ ფურცელი იწყებს გაწელვას, სანამ არ ქმნის უსასრულო ღრმა ორმოს, რომელსაც არ აქვს ფსკერი, ან უფრო ზუსტად, რომლის ფსკერი არის წერტილი, სადაც თავად ფურცლის ცნება კარგავს მნიშვნელობას. ეს არის შავი ხვრელი, არა ობიექტი სივრცეში, არამედ რეგიონი, სადაც სივრცე დროს გეომეტრია ხდება ისეთი ექსტრემალური, რომ ის ქმნის ხაფანგს საკუთარ თავში. როცა ასხამთ წყალს ჭურჭელში და ხედავთ, როგორ ის იღვრება ფსკერისკენ, თქვენ ხედავთ გრავიტაციის მოქმედებას, წყალი მიჰყვება გეომეტრიას, რომელსაც ქმნის დედამიწის მასა. შავ ხვრელში ეს ჩამოღვრა არის იმდენად ძლიერი, რომ თუნდაც სინათლე, რომელსაც არ აქვს მასა და მოძრაობს ყველაზე სწრაფად, ვერ გაიქცევა. მაგრამ აქ არის პარადოქსი, თუ შავი ხვრელი არის რეგიონი, საიდანაც სინათლე ვერ გაიქცევა, როგორ ვიცით, რომ ისინი არსებობენ? როგორ შეგვიძლია დავინახოთ რაღაც, რაც არ გამოსცემს სინათლეს? პასუხი არის ის, რომ ჩვენ ვხედავთ არა თავად შავ ხვრელს, არამედ მის ეფექტს გარემომცველ სივრცეზე. წარმოიდგინეთ უხილავ ადამიანს, რომელიც დგას წვიმაში, თქვენ ვერ ხედავთ ადამიანს, მაგრამ ხედავთ, როგორ წვიმის წვეთები უხვევენ მის გარშემო, ქმნიან ჩრდილს წვიმაში. ასევე შავი ხვრელი ქმნის ჩრდილს სინათლეში, რეგიონს, სადაც სინათლე არ აღწევს, რადგან ის შეიწოვა შავი ხვრელის მიერ. მაგრამ ჩვენ ასევე ვხედავთ, როგორ შავი ხვრელი მოქმედებს ვარსკვლავებზე, გაზზე, მტვერზე მის გარშემო. როცა ხედავთ, როგორ ფრინველები ფრენენ წრეზე ცაში და ხვდებით, რომ ისინი ტრიალებენ რაღაცას გარშემო, თქვენ იყენებთ იგივე პრინციპს, ობიექტების მოძრაობა გეუბნებათ რაღაცას უხილავი ძალის შესახებ. პირველი არაპირდაპირი მტკიცებულება შავი ხვრელების არსებობისა მოვიდა 1970-იან წლებში, როცა ასტრონომებმა აღმოაჩინეს რენტგენის წყაროები, ობიექტები, რომლებიც გამოსცემდნენ უზარმაზარ რაოდენობით რენტგენის გამოსხივებას. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი იყო CYGNAS C1 წყარო გედის თანავარსკვლავედში. ასტრონომებმა აღმოაჩინეს, რომ ეს წყარო არის ორობითი სისტემა, ორი ობიექტი, რომლებიც ტრიალებენ ერთმანეთის გარშემო. ერთი ობიექტი იყო ჩვეულებრივი ვარსკვლავი, ლურჯი გიგანტი. მეორე იყო უხილავი, მაგრამ მისი მასა იყო დაახლოებით 15 მზის მასა. რა შეიძლება იყოს ობიექტი, რომელსაც აქვს 15 მზის მასა, მაგრამ არ გამოსცემს სინათლეს? ერთადერთი პასუხი იყო შავი ხვრელი. მაგრამ როგორ გამოსცემდა ეს შავი ხვრელი რენტგენის გამოსხივებას, თუ შავი ხვრელები არ გამოსცემენ სინათლეს? პასუხი არის ის, რომ გამოსხივება მოდიოდა არა შავი ხვრელიდან, არამედ მატერიიდან, რომელიც ეცემოდა შავ ხვრელში. ლურჯი გიგანტი კარგავდა მატერიას, გაზს, რომელიც იზიდებოდა შავი ხვრელის გრავიტაციით. ეს გაზი არ ეცემოდა პირდაპირ შავ ხვრელში, ის ქმნიდა აკრეციულ დისკს, სპირალურ სტრუქტურას, რომელიც ტრიალებდა შავი ხვრელის გარშემო. როცა გაზი ტრიალებს უფრო და უფრო სწრაფად, უახლოვდება შავ ხვრელს, ის თბება იმდენად, რომ იწყებს რენტგენის გამოსხივების გამოცემას. ეს არის როგორც როცა ხელებს უხეხავთ ერთმანეთს სწრაფად და ისინი თბებიან, ხახუნი გარდაქმნის კინეტიკურ ენერგიას თერმულ ენერგიად. აკრეციულ დისკში გაზის ნაწილაკები ხახუნს განიცდიან ერთმანეთთან, თბებიან მილიონობით გრადუსამდე და ამ ტემპერატურაზე ისინი გამოსცემენ რენტგენის გამოსხივებას. ეს აღმოჩენა იყო გარღვევა. პირველად ასტრონომებს ჰქონდათ არა მხოლოდ თეორიული პროგნოზი შავი ხვრელების არსებობისა, არამედ დაკვირვებითი მტკიცებულება. მაგრამ ეს იყო არაპირდაპირი მტკიცებულება, ისინი ხედავდნენ ეფექტს, არა თავად ობიექტს. პირდაპირი მტკიცებულება მოვიდა ბევრად მოგვიანებით, 2019 წელს, როცა Event Horizon Telescope, გლობალური ქსელი რადიო ტელესკოპებისა, გამოაქვეყნა პირველი სურათი შავი ხვრელის ჩრდილისა. ეს იყო სურათი M87, სუპერმასიური შავი ხვრელისა გალაქტიკა M87 გის ცენტრში, რომლის მასა არის დაახლოებით 6,500,000,000 მზის მასა. სურათზე ჩანდა ნათელი რგოლი, ცხელი გაზი, რომელიც ტრიალებდა შავი ხვრელის გარშემო და ცენტრში მუქი წრე, ჩრდილი, რომელიც შექმნილი იყო შავი ხვრელის მიერ. როცა ხედავთ ფოტოზე თქვენს ჩრდილს მზიან დღეს და ხვდებით, რომ ჩრდილი არის იქ, სადაც თქვენი სხეული ბლოკავს სინათლეს, თქვენ იყენებთ იგივე პრინციპს, შავი ხვრელის ჩრდილი არის რეგიონი, სადაც შავი ხვრელი ბლოკავს სინათლეს, რომელიც მოდის უკნიდან. ეს სურათი იყო ისტორიული, პირველი პირდაპირი ვიზუალური მტკიცებულება იმისა, რომ შავი ხვრელები რეალურად არსებობენ, რომ ისინი არ არის მხოლოდ მათემატიკური კურიოზები, არამედ ფიზიკური ობიექტები, რომლებსაც შეუძლიათ დაინახონ და შეისწავლონ. მაგრამ ყველაზე საინტერესო არის არა ის, რასაც ვხედავთ გარედან, არამედ ის, რაც მოხდებოდა შიგნით, რა განიცდიდა ვინმე, ვინც გადაკვეთს მოვლენათა ჰორიზონტს. როცა გადაკვეთავთ მოვლენათა ჰორიზონტს, თქვენ შედიხართ რეგიონში, სადაც ფიზიკა იღებს ფორმებს, რომლებიც ეწინააღმდეგება ყოველდღიურ ინტუიციას, მაგრამ არა ლოგიკას, არა მათემატიკას.
ეს არის რეგიონი, სადაც გამოცდილება და რეალობა იშლება ისე, რომ თქვენი გრძნობები გეუბნებათ ერთს, მაგრამ ფიზიკის კანონები სრულიად სხვას. წარმოიდგინეთ, რომ შედიხართ ოთახში, სადაც ყველა სარკე აჩვენებს არა თქვენს ასახვას, არამედ თქვენს მომავალს. ყოველი მიმართულება, რომელსაც უყურებთ, აჩვენებს არა სად ხართ, არამედ სად იქნებით. ეს არის ანალოგია იმისა, რაც ხდება შავხრელში. ყოველი მიმართულება სივრცეში ხდება მიმართულება დროში და ყველა ისინი მიემართებიან ერთი წერტილისკენ, სინგულარობისკენ. მაგრამ ეს არ არის უბრალოდ ფილოსოფიური იდეა, ეს არის ზუსტი მათემატიკური შედეგი იმისა, როგორ მუშაობს სივრცე-დროს გეომეტრია ექსტრემალურ პირობებში. და ამ გეომეტრიას აქვს შედეგები, რომლებიც აღემატება ყველაფერს, რასაც ჩვენ ვაწყდებით ჩვეულებრივ ცხოვრებაში. როცა ცდილობთ გაიხსენოთ სიზმარი და ხვდებით, რომ რაც უფრო მეც ცდილობთ, მით უფრო ცოტას იხსენებთ, თქვენ გრძნობთ იმავე ფრუსტრაციას, ცდილობას დაიჭიროთ რაღაც, რაც გაცლის თქვენს ხელებს. შავხრელში ეს ფრუსტრაცია ხდება ფიზიკური რეალობა. ყოველი მცდელობა გაქცევისა მხოლოდ აჩქარებს თქვენს მოძრაობას სინგულარობისკენ. ერთ-ერთი ყველაზე უცნაური ეფექტი არის ის, რასაც ფიზიკოსები უწოდებენ გრავიტაციულ დროის დილატაციას, დროის შენელებას ძლიერ გრავიტაციულ ველში. ეს არის პირდაპირი შედეგი ზოგადი ფარდობითობისა, რაც უფრო ძლიერია გრავიტაციული ველი, მით უფრო ნელა გადის დრო. წარმოიდგინეთ 2 საათს, ერთი მდებარეობს დედამიწის ზედაპირზე, მეორე კოსმოსურ სადგურზე, რომელიც ტრიალებს დედამიწის გარშემო. საათი დედამიწაზე მდებარეობს უფრო ძლიერ გრავიტაციულ ველში, ამიტომ ის ტიკ-ტაკს უფრო ნელა, ვიდრე საათი კოსმოსურ სადგურზე. განსხვავება მცირეა, რამდენიმე მიკროწამი დღეში, მაგრამ ის გაზომვადია და რეალურია. გიფს სატელიტები, რომლებიც გვეხმარებიან ნავიგაციაში, უნდა გაითვალისწინონ ეს ეფექტი. თუ არ გაითვალისწინებენ, მათი საათები გადაიხრებიან რამდენიმე მიკროწამით დღეში და ეს გამოიწვევს ნავიგაციის შეცდომებს რამდენიმე კილომეტრით. ყოველ დღეს, როცა იყენებთ სმარტფონს, რომ იპოვოთ გზა, თქვენ ეყრდნობით აინშტაინის თეორიას, თქვენი ტელეფონი ითვლის არა მხოლოდ მანძილებს, არამედ დროის დილატაციას, რომელსაც განიცდიან სატელიტები. მაგრამ შავხრელთან ახლოს, ეს ეფექტი ხდება ექსტრემალური. წარმოიდგინეთ, რომ თქვენი მეგობარი რჩება უსაფრთხო მანძილზე შავი ხვრელისგან, ხოლო თქვენ უახლოვდებით მოვლენათა ჰორიზონტს. თქვენი მეგობრის პერსპექტივიდან თქვენ იწყებთ შენელებას, არა იმიტომ, რომ თქვენი ძრავები სუსტდება, არამედ იმიტომ, რომ თქვენი დრო ნელდება. რაც უფრო ახლოს ხართ ჰორიზონტთან, მით უფრო ნელა გადის თქვენი დრო მისი პერსპექტივიდან. როცა აღწევთ ჰორიზონტს, თქვენი დრო მისი პერსპექტივიდან ჩერდება. ის ხედავს თქვენ გაკინულს ჰორიზონტზე, თქვენი სურათი ნელ-ნელა ბუნდება, ციტლდება, ქრება, მაგრამ არასოდეს ხედავს თქვენ რეალურად გადამკვეთს ჰორიზონტს. ეს არის როგორც როცა უყურებთ ფილმს, რომელიც ნელ-ნელა ნელდება, სანამ არ გაკინულდება ერთ კადრზე, მაგრამ ფილმი არასოდეს მთავრდება, უბრალოდ ხდება უსასრულოდ ნელი. მაგრამ თქვენი პერსპექტივიდან, ადამიანისა, რომელიც რეალურად კვეთს ჰორიზონტს, ყველაფერი ჩანს ნორმალურად. თქვენი საათი ტიკ-ტაკს ნორმალურად. თქვენი გული ცემს ნორმალურად. თქვენ არ გრძნობთ რაიმე განსაკუთრებულს იმ მომენტში, როცა კვეთავთ ჰორიზონტს. ეს არის იმიტომ, რომ დროის დილატაცია არის ფარდობითი ეფექტი, ის არსებობს მხოლოდ შედარებაში ორ სხვადასხვა რეფერენციულ ჩარჩოს შორის. თქვენი საკუთარი რეფერენციული ჩარჩოდან თქვენი დრო ყოველთვის გადის ნორმალურად. ეს არის როგორც როცა მგზავრობთ მატარებელში და უყურებთ ფანჯრიდან, თქვენთვის, თქვენ უძრავად ხართ და სამყარო მოძრაობს. მაგრამ ვინმესთვის, ვინც დგას გარეთ, თქვენ მოძრაობთ და სამყარო უძრავია. მაგრამ როცა უკან გახედავთ, როცა ცდილობთ დაინახოთ გარე სამყარო, თქვენ დაინახავთ რაღაც უცნაურს. სინათლე, რომელიც მოდის გარე სამყაროდან, უნდა ავიდეს გრავიტაციულ ველში, რომ მიაღწიოს თქვენამდე. და როცა სინათლე ადის გრავიტაციულ ველში, ის კარგავს ენერგიას, მისი ტალღის სიგრძე იზრდება, ის ციტლდება. ეს არის გრავიტაციული წითელი ძვრა. რაც უფრო ღრმად ხართ გრავიტაციულ ველში, მით უფრო მეტად ციტლდება სინათლე, რომელიც მოდის გარედან. როცა უახლოვდებით მოვლენათა ჰორიზონტს, გარე სამყაროდან მომავალი სინათლე ციტლდება უფრო და უფრო, სანამ არ გადადის ხილულიდან ინფრაციტელში, შემდეგ მიკროტალღებში, შემდეგ რადიოტალღებში. ცა ნელ-ნელა ბნელდება, არა იმიტომ, რომ სინათლე ქრება, არამედ იმიტომ, რომ ის გადადის ისეთ ტალღის სიგრძეებში, რომლებსაც თქვენი თვალები ვერ ხედავენ. ეს არის როგორც როცა ისმენთ მანქანას, რომელიც მოშორდება, ხმის ტონი ეცემა, ხდება უფრო დაბალი, სანამ არ გაქრება სმენის ფარგლებიდან. მაგრამ ამავდროულად თქვენ დაინახავთ რაღაც სხვას, გარე სამყაროს მომავალს. რადგან თქვენი დრო ნელდება გარე სამყაროსთან შედარებით, თქვენ ხედავთ გარე სამყაროს, რომელიც ჩქარდება, ვარსკვლავები იბადებიან და კვდებიან წამებში, გალაქტიკები ტრიალებენ, სამყარო ვითარდება.
თუ შეძლებდით გადარჩენას მოვლენათა ჰორიზონტზე უსასრულოდ, რაც, რა თქმა უნდა, შეუძლებელია, თქვენ დაინახავდით მთელ მომავალს გარე სამყაროსა, სანამ არ მიაღწევთ სამყაროს ბოლოს. ეს არის როგორც როცა უყურებთ დროის ჩქარა ფილმს, დღეები გადიან წამებში, წლები, წუთებში, ეპოქები, საათებში. მაგრამ ეს არის მხოლოდ თეორიული სცენარი. რეალობაში, თქვენ არ გაჩერდებით მოვლენათა ჰორიზონტზე, თქვენ გადაკვეთავთ მას და გააგრძელებთ მოძრაობას ცენტრისკენ. და როცა გადაკვეთავთ, რაღაც ფუნდამენტური იცვლება, მიმართულება ცენტრისკენ, ხდება მიმართულება მომავლისკენ. ეს არ არის მეტაფორა, ეს არის ზუსტი მათემატიკური ფაქტი. შვარცშილდის მეტრიკაში, როცა გადაკვეთავთ შვარცშილდის რადიუსს, რადიალური კოორდინატი და დროის კოორდინატი ცვლიან როლებს. რაც იყო სივრცის მიმართულება ხდება დროის მიმართულება და რაც იყო დროის მიმართულება ხდება სივრცის მიმართულება. ეს ნიშნავს, რომ სინგულარობა, ცენტრი შავი ხვრელისა, აღარ არის ადგილი სივრცეში, რომელსაც შეგიძლიათ აირჩიოთ არ მისვლა. ის არის მომენტი თქვენს მომავალში, რომელსაც შეგიძლიათ აირჩიოთ არ მისვლა ისევე, როგორც შეგიძლიათ აირჩიოთ არ მისვლა ხვალინდელ დღეს. თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ რა გააკეთოთ იმ დროის განმავლობაში, რაც გაქვთ, შეგიძლიათ ჩაწეროთ ჩანაწერები, გააკეთოთ გაზომვები, იფიქროთ თქვენს ცხოვრებაზე, მაგრამ ვერ აირჩევთ არ მიაღწიოთ სინგულარობას. ეს არის როგორც როცა იცით, რომ ხვალ მოვა და შეგიძლიათ დაგეგმოთ რა გააკეთოთ ხვალ, მაგრამ ვერ აირჩევთ, რომ ხვალ საერთოდ არ მოვიდეს. რამდენი დრო გაქვთ? ეს დამოკიდებულია შავი ხვრელის ზომაზე. პატარა შავი ხვრელისთვის 3 კილომეტრი შვარცშილდის რადიუსით დრო არის დაახლოებით 1/1000 წამი. ეს არის დრო, რომელიც სჭირდება სინათლეს გაიაროს 3 კილომეტრი, დაახლოებით 10 მიკროწამი. თქვენთვის ეს იქნება 10 მიკროწამი, თქვენ ვერც კი მოასწრებთ გააცნობიეროთ რა მოხდა. გიგანტური შავი ხვრელისთვის 195 მილიარდი კილომეტრი შვარცშილდის რადიუსით დრო არის დაახლოებით 16 საათი. ეს არის დრო, რომელიც სჭირდება სინათლეს გაიაროს 195 მილიარდი კილომეტრი. თქვენთვის ეს იქნება 16 საათი, საკმარისი დრო იმისთვის, რომ იფიქროთ, დაწეროთ, შეისწავლოთ. მაგრამ ეს 16 საათი იქნება უცნაური. რადგან როცა მოძრაობთ ცენტრისკენ, გრავიტაციული ველი ხდება უფრო ძლიერი, მიქცევითი ძალები ხდება უფრო ინტენსიური. თქვენს ფეხებსა და თავს შორის გრავიტაციული ველის სხვაობა იზრდება, თქვენი ფეხები, რომლებიც უფრო ახლოს არიან ცენტრთან, განიცდიან უფრო ძლიერ გრავიტაციას, ვიდრე თქვენი თავი. ეს სხვაობა ქმნის მიქცევით ძალას, რომელიც ცდილობს გაგიწელოთ. თავიდან ეს ძალა მცირეა, შესაძლოა რამდენიმე ნიუტონი. მაგრამ რაც უფრო ახლოს ხართ სინგულარობასთან, ის იზრდება 10 ნიუტონი, 100, 1000 მილიონი. საბოლოოდ ის ხდება იმდენად ძლიერი, რომ იწყებს თქვენი სხეულის გაწელვას, პირველად თქვენ გრძნობთ დისკომფორტს, შემდეგ ტკივილს, შემდეგ თქვენი ძვლები იწყებენ გაწელვას, თქვენი კუნთები იწყებენ გახევას, თქვენი უჯრედები იწყებენ დაშლას. ეს არის სპაგეტიფიკაცია პროცესი, რომლის დროსაც თქვენ გარდაიქმნებით გრძელ, თხელძაფად ატომებისა. მაგრამ ეს მოხდება მხოლოდ თუ შავი ხვრელი არის პატარა. გიგანტური შავი ხვრელისთვის მიქცევითი ძალები მოვლენათა ჰორიზონტზე და მის შიგნით შეიძლება იყოს საკმაოდ სუსტი, რომ გადარჩეთ 1 საათის, 2 საათის, შესაძლოა რამდენიმე საათის განმავლობაში. მაგრამ საბოლოოდ, როცა უახლოვდებით სინგულარობას, მიქცევითი ძალები ყოველთვის ხდება კატასტროფული. არ არსებობს გზა თავიდან აიცილოთ ისინი არის გეომეტრიის შედეგი, არა რაიმე ფიზიკური ძალისა, რომელსაც შეგიძლიათ დაუპირისპირდეთ. და შემდეგ საბოლოოდ, თქვენ აღწევთ სინგულარობას. რა არის სინგულარობა? ზოგადი ფარდობითობის თეორია ამბობს, რომ ეს არის წერტილი, სადაც სივრცე დროს მრუდობა ხდება უსასრულოდ, სადაც გრავიტაციული ველი ხდება უსასრულოდ ძლიერი, სადაც მიქცევითი ძალები ხდება უსასრულოდ დიდი. მაგრამ ეს პროგნოზი ალბათ არ არის სწორი. როცა თეორია პროგნოზირებს უსასრულობებს, ეს ჩვეულებრივ ნიშნავს, რომ თეორია ვერ მუშაობს, რომ ჩვენ გვჭირდება ახალი თეორია. და ახალი თეორია, რომელიც აერთიანებს ზოგად ფარდობითობას და კვანტურ მექანიკას, კვანტური გრავიტაციის თეორია, ჯერ არ არსებობს. მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ. კვანტური მექანიკა ამბობს, რომ არსებობს ფუნდამენტური ლიმიტი, პლანკის სიგრძე, დაახლოებით 1/36 მეტრი, რომელზე ქვემოთ თავად სივრცის ცნება კარგავს მნიშვნელობას. შესაძლოა სინგულარობა არ არის წერტილი უსასრულო სიმკვრივით, არამედ რეგიონი პლანკის მასშტაბის, სადაც სივრცე დრო ხდება კვანტური ქაფი, ქსოვილი, რომელიც ვიბრირებს, ცვლის ფორმას, შესაძლოა აკავშირებს სხვადასხვა რეგიონებს სამყაროში. ან შესაძლოა სინგულარობა არის რაღაც სრულიად სხვა რაღაც, რისთვისაც ჩვენ არ გვაქვს თუნდაც ცნებები ან სიტყვები. მაგრამ ერთი რამ ვიცით დარწმუნებით, როცა აღწევთ სინგულარობას, თქვენი მოგზაურობა მთავრდება.
არ არსებობს მიღმა სინგულარობისა, არ არსებობს სხვა სამყარო, სხვა განზომილება, სხვა რეალობა. შავი ხვრელი არ არის გზა, ის არის დანიშნულების პუნქტი. ის არის ადგილი, სადაც სივრცე და დრო, როგორც ჩვენ ვიცნობთ მათ, წყვეტენ არსებობას. ის არის საზღვარი რეალობისა, არა საზღვარი, რომელსაც შეგიძლიათ გადაკვეთოთ და იპოვოთ რაღაც მიღმა, არამედ საზღვარი, რომელიც არის თავად რეალობის ბოლო. შავი ხვრელი არ არის გზა. ის არის დანიშნულების პუნქტი, საიდანაც დაბრუნება შეუძლებელია, არა პრაქტიკულად, არამედ პრინციპულად, არა ტექნოლოგიურად, არამედ ონტოლოგიურად. მაგრამ სანამ ვიფიქრებთ იმაზე, რაც ხდება სინგულარობაში, იქ, სადაც რეალობა წყვეტს არსებობას, უნდა გავიგოთ რაღაც უფრო ფუნდამენტური, რატომ ეს ყველაფერი საერთოდ ხდება. რატომ სივრცე-დრო იქცევა ასე, რატომ გრავიტაცია ქმნის ხაფანგებს, რატომ არსებობს საზღვრები, რომლებიც არ არის ტექნოლოგიური, არამედ ონტოლოგიური. წარმოიდგინეთ, რომ დგახართ ოკეანის სანაპიროზე და უყურებთ ტალღებს, ისინი მოდიან, ერთმანეთს ეჯახებიან, ქმნიან ნიმუშებს, რომლებიც მეორდება, მაგრამ არასოდეს იგივეა. თითოეული ტალღა არის უნიკალური, მაგრამ ყველა ისინი ემორჩილებიან იმავე ფუნდამენტურ კანონებს, ფიზიკის კანონებს, რომლებიც განსაზღვრავენ როგორ მოძრაობს წყალი, როგორ ურთიერთქმედებს ის ქართან, როგორ ქმნის ფორმებს. თქვენ არ ხედავთ ამ კანონებს, თქვენ ხედავთ მხოლოდ მათ შედეგებს, ტალღების ცეკვას. მაგრამ თუ გესმით კანონები, თქვენ შეგიძლიათ წინასწარ იცოდეთ როგორ იქცევა ტალღა, სად დაირღვევა, როგორ შეიქმნება ახალი ნიმუში. შავი ხვრელი არის იგივე, ის არის არა ობიექტი, რომელიც აკეთებს რაღაცა სივრცე-დროს, არამედ შედეგი იმისა, თუ როგორ მუშაობს სივრცე-დრო თავისთავად, როგორ რეაგირებს ის მასაზე და ენერგიაზე. და ეს რეაგირება, ეს ტალღა სივრცე-დროში ემორჩილება კანონებს, რომლებიც არ არის შემთხვევითი, არამედ ფუნდამენტური, ჩაწერილი თავად რეალობის ქსოვილში. ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, რომ შავ ხვრელში სივრცე და დრო ცვლიან როლებს, რომ ცენტრისკენ ხდება მომავლისკენ. ვისაუბრეთ იმაზე, რომ მოვლენა და ჰორიზონტი არის ერთმხრივი საზღვარი, საიდანაც დაბრუნება შეუძლებელია. ვისაუბრეთ იმაზე, რომ სინგულარობა არის წერტილი, სადაც რეალობა წყვეტს არსებობას. მაგრამ ახლა ვნახოთ უფრო ფართო სურათი, როგორ ეს ყველაფერი ერთმანეთთან არის დაკავშირებული, როგორ ის ასახავს რაღაც უფრო ღრმას სამყაროს ბუნების შესახებ. დაიწყეთ ყველაზე მცირე მასშტაბით, ატომით. ატომის ბირთვის გარშემო ბრუნავენ ელექტრონები, მაგრამ ისინი არ ბრუნავენ შემთხვევით, ისინი იკავებენ კონკრეტულ ორბიტებს, რომლებიც განისაზღვრება კვანტური მექანიკის კანონებით. ელექტრონი ვერ იქნება ნებისმიერ ადგილას, ის შეიძლება იყოს მხოლოდ გარკვეულ ადგილებში, გარკვეულ ენერგიის დონეებზე. ეს არის როგორც როცა ასვლით კიბეზე, თქვენ შეგიძლიათ იდგეთ პირველ საფეხურზე, მეორეზე, მესამეზე, მაგრამ ვერ იდგებით საფეხურებს შორის. ატომში ელექტრონები დგანან კონკრეტულ ენერგიის საფეხურებზე და როცა ისინი გადადიან ერთი საფეხურიდან მეორეზე, ისინი გამოსცემენ ან შთანთქავენ ფოტონს, სინათლის ნაწილაკს. ეს არის ის, რაც ქმნის ყველაფერს, ყველა სინათლეს, რასაც ხედავთ. როცა ანთებთ ნათურას და ოთახი ივსება სინათლით, თქვენ ხედავთ მილიარდობით ელექტრონს, რომლებიც ხტებიან ენერგიის საფეხურებზე, გამოსცემენ ფოტონებს, ქმნიან ნათელს, ყველა ისინი ემორჩილებიან იმავე კვანტურ კანონებს. ახლა გადით უფრო დიდ მასშტაბზე, პლანეტაზე, რომელიც ბრუნავს ვარსკვლავის გარშემო. პლანეტა არ ბრუნავს შემთხვევით, ის მიჰყვება გეოდეზიურ ხაზს, ყველაზე პირდაპირ გზას სივრცე-დროში, რომელიც მოხრილია ვარსკვლავის მასით. ეს არის როგორც როცა აგორებთ ბურთს ორმოში, ბურთი არ იზიდება ორმოს ცენტრისკენ, ის უბრალოდ მიჰყვება ზედაპირის გეომეტრიას, რომელიც დახრილია ცენტრისკენ. პლანეტა მიჰყვება სივრცე-დროს გეომეტრიას, რომელიც მოხრილია ვარსკვლავის მიერ. და ეს გეომეტრია განისაზღვრება აინშტაინის განტოლებებით, იმავე განტოლებებით, რომლებიც აღწერენ შავ ხვრელებს. როცა ისვრით ბურთს ჰაერში და ის აღწერს პარაბოლას, თქვენ ხედავთ გრავიტაციის მოქმედებას, ბურთი მიჰყვება გეოდეზიურ ხაზს დედამიწის მოხრილ სივრცე-დროში. ახლა გადით კიდევ უფრო დიდ მასშტაბზე, გალაქტიკაზე. გალაქტიკა არის მილიარდობით ვარსკვლავი, რომლებიც ტრიალებენ საერთო ცენტრის გარშემო და ამ ცენტრში თითქმის ყოველთვის არის სუპერმასიური შავი ხვრელი. ჩვენი გალაქტიკის რძის გზის ცენტრში არის შავი ხვრელი სახელწოდებით Sagittarius-ა, რომლის მასა არის დაახლოებით 4 მილიონი მზის მასა. ყველა ვარსკვლავი ჩვენს გალაქტიკაში, მათ შორის ჩვენი მზე, ტრიალებს ამ შავი ხვრელის გარშემო, მიჰყვება გეოდეზიურ ხაზებს სივრცე-დროში, რომელიც მოხრილია შავი ხვრელის უზარმაზარი მასით. როცა ღამით უყურებთ ცას და ხედავთ რძის გზის ზოლს, ნათელ ზოლს, რომელიც კვეთს ცას, თქვენ ხედავთ ჩვენი გალაქტიკის სტრუქტურას, რომელიც ორგანიზებულია შავი ხვრელის გრავიტაციით. და ახლა ვნახოთ ყველაზე დიდი მასშტაბი, სამყარო თავისთავად.
სამყარო ვითარდება, ფართოვდება და ეს გაფართოება აღიწერება იმავე აინშტაინის განტოლებებით, რომლებიც აღწერენ შავხვრელებს. სამყარო არ ფართოვდება სივრცეში, თავად სივრცე ფართოვდება, ქმნის მეტ სივრცეს გალაქტიკებს შორის. ეს არის როგორც როცა აბერთხებთ ბუშტს, ზედაპირზე მოხატული წერტილები მოშორდებიან ერთმანეთს, არა იმიტომ რომ ისინი მოძრაობენ ზედაპირზე, არამედ იმიტომ რომ თავად ზედაპირი ფართოვდება. გალაქტიკები მოშორდებიან ერთმანეთს, არა იმიტომ რომ ისინი მოძრაობენ სივრცეში, არამედ იმიტომ რომ თავად სივრცე ფართოვდება მათ შორის. როცა აბერთხებთ ბუშტს და ხედავთ როგორ ის იზრდება, თქვენ ხედავთ ანალოგიას სამყაროს გაფართოებისა, მხოლოდ სამყაროში ფართოვდება არა ორგანზომილებიანი ზედაპირი, არამედ სამგანზომილებიანი სივრცე პლუს დრო. ხედავთ ნიმუშს. ატომური მასშტაბიდან კოსმიურ მასშტაბამდე, ყველაფერი ემორჩილება ფუნდამენტურ კანონებს, რომლებიც აღწერენ როგორ მოძრაობს ობიექტები, როგორ ურთიერთქმედებენ ისინი, როგორ ქმნიან სტრუქტურებს. ელექტრონები ატომში, პლანეტები ვარსკვლავების გარშემო, ვარსკვლავები გალაქტიკებში, გალაქტიკები სამყაროში, ყველა ისინი მიჰყვებიან გეოდეზიურ ხაზებს, ყველაზე პირდაპირ გზებს იმ გეომეტრიაში, რომელშიც ისინი არსებობენ. და შავი ხვრელი არის ადგილი, სადაც ეს გეომეტრია ხდება ისეთი ექსტრემალური, რომ ის ქმნის ხაფანგს, რეგიონს, სადაც ყველა გეოდეზიური ხაზი მიემართება ერთი წერტილისკენ, სადაც ყველა გზა მიემართება სინგულარობისკენ. მაგრამ აქ არის ღრმა გაკვეთილი, შავი ხვრელი არ არის გამონაკლისი, ის არის ექსტრემალური გამოვლინება იმავე პრინციპების, რომლებიც მუშაობენ ყველგან. გრავიტაცია, რომელიც ინარჩუნებს თქვენს ფეხებს მიწაზე, არის იგივე ძალა, უფრო ზუსტად, იგივე გეომეტრია, რომელიც ქმნის შავ ხვრელებს. სხვაობა არის მხოლოდ ინტენსივობაში, არა ბუნებაში. როცა დგახართ მიწაზე და გრძნობთ თქვენს წონას, თქვენ გრძნობთ სივრცე-დროს მრუდობას, რომელსაც ქმნის დედამიწის მასა, იგივე მრუდობას, რომელიც შავ ხვრელში ხდება იმდენად ექსტრემალური, რომ ქმნის ერთმხრივ საზღვარს. და ეს გვიბიძგებს ერთ ფუნდამენტურ გააზრებამდე, რეალობა არ არის აგებული განცალკევებული ნაწილებისგან, ატომები აქ, პლანეტები იქ, შავი ხვრელები სხვაგან. რეალობა არის ერთი უწყვეტი ქსოვილი, სივრცე-დრო, რომელიც იღებს სხვადასხვა ფორმებს სხვადასხვა ადგილებში, მაგრამ ყველგან ემორჩილება იმავე ფუნდამენტურ კანონებს. ელექტრონი ატომში და შავი ხვრელი გალაქტიკის ცენტრში არიან ორი გამოვლინება იმავე ღრმა პრინციპებისა, რომლებიც განსაზღვრავენ როგორ არსებობს რეალობა, როგორ იქცევა ის, როგორ ქმნის სტრუქტურებს. წარმოიდგინეთ ორკესტრს, ათობით ინსტრუმენტი, თითოეული უკრავს თავის პარტიას, მაგრამ ყველა ისინი ერთად ქმნიან სიმფონიას. ვიოლინო უკრავს მაღალ ნოტებს, კონტრაბასი, დაბალ ნოტებს, ფლეიტა, მელოდიას, დოლი, რიტმს. თითოეული ინსტრუმენტი განსხვავებულია, მაგრამ ყველა ისინი ემორჩილებიან იმავე მუსიკალურ კანონებს, ჰარმონიას, რიტმს, მელოდიას. და როცა ისინი უკრავენ ერთად, ისინი ქმნიან რაღაც, რაც აღემატება ცალკეულ ინსტრუმენტებს, ისინი ქმნიან მუსიკას. რეალობა არის იგივე, ატომები, პლანეტები, ვარსკვლავები, შავი ხვრელები არიან ინსტრუმენტები, თითოეული უკრავს თავის პარტიას, მაგრამ ყველა ისინი ემორჩილებიან იმავე ფიზიკის კანონებს და ერთად ისინი ქმნიან სამყაროს, სიმფონიას სივრცე-დროში. როცა ისმენთ ორკესტრს და გრძნობთ როგორ სხვადასხვა ინსტრუმენტები ერთმანეთს ავსებენ, თქვენ გრძნობთ იმავე ჰარმონიას, რომელიც არსებობს ფიზიკის კანონებში, სხვადასხვა ფენომენები, რომლებიც ერთად ქმნიან მთლიან სურათს. მაგრამ აქ არის პარადოქსი, თუ ყველაფერი ემორჩილება იმავე კანონებს, რატომ არსებობს საზღვრები? რატომ არსებობს ადგილები, როგორიცაა მოვლენა და ჰორიზონტი, სადაც რაღაც ხდება შეუძლებელი? პასუხი არის ის, რომ კანონები თავად ქმნიან საზღვრებს. წარმოიდგინეთ თამაშს წესებით, შაჰმატს, მაგალითად. წესები განსაზღვრავენ, რა შეგიძლიათ გააკეთოთ, როგორ მოძრაობს თითოეული ფიგურა, რა არის მიზანი თამაშისა. მაგრამ ეს წესები ასევე ქმნიან საზღვრებს, თქვენ ვერ გადაიტანთ ფიგურას ნებისმიერ ადგილას, ვერ შეცვლით წესებს თამაშის შუაგულად. წესები არის ის, რაც ქმნის თამაშს, მაგრამ ისინი ასევე არის ის, რაც სულდავს, რას შეგიძლიათ გააკეთოთ. ფიზიკის კანონები არიან იგივე, ისინი ქმნიან რეალობას, მაგრამ ისინი ასევე ქმნიან საზღვრებს იმისა, რაც შესაძლებელია. როცა თამაშობთ შაჰმატს და ხვდებით, რომ ზოგიერთი ნაბიჯი უბრალოდ არ არის დაშვებული წესებით, თქვენ გრძნობთ იმავე ტიპის საზღვარს, არა ტექნოლოგიურს, არამედ ონტოლოგიურს, ჩაწერილს თავად თამაშის სტრუქტურაში. მოვლენა და ჰორიზონტი არის ასეთი საზღვარი, არა კედელი, რომელიც აშენებულია, არამედ საზღვარი, რომელიც გამომდინარეობს თავად სივრცე-დრო სტრუქტურიდან. როცა სივრცე-დრო იხრება იმდენად, რომ გარეთ სწყვეტს არსებობას როგორც მიმართულება, ეს არ არის იმიტომ, რომ რაღაც ბლოკავს გზას, ეს არის იმიტომ, რომ თავად გზა აღარ არსებობს. ეს არის როგორც როცა ცდილობთ წახვიდეთ ჩრდილოეთით ჩრდილოეთ პოლუსიდან, ჩრდილოეთით სწყვეტს არსებობას როგორც მიმართულება, არა იმიტომ, რომ რაღაც გიბლოკავთ, არამედ იმიტომ, რომ თქვენ უკვე ხართ ყველაზე ჩრდილოეთ წერტილში.
მოვლენათა ჰორიზონტის მიღმა, გარეთ წყვეტს არსებობას როგორც მიმართულება, არა იმიტომ, რომ რაღაც გიბლოკავთ, არამედ იმიტომ, რომ სივრცე დროს გეომეტრია ისეთია, რომ ყველა მიმართულება მიემართება ცენტრისკენ. და ეს გვიბიძგებს ერთ საბოლოო გააზრებამდე. შავი ხვრელი გვასწავლის რაღაცას ფუნდამენტურს არა მხოლოდ გრავიტაციის შესახებ, არამედ რეალობის ბუნების შესახებ. ის გვიჩვენებს, რომ არსებობს აბსოლუტური საზღვრები, რომლებიც არ არის ტექნოლოგიური, არამედ ონტოლოგიური, ჩაწერილი თავად რეალობის სტრუქტურაში. ის გვიჩვენებს, რომ სივრცე და დრო არ არის ფუნდამენტურად განსხვავებული, ისინი შეიძლება გაცვალონ როლები ექსტრემალურ პირობებში. ის გვიჩვენებს, რომ რეალობა არ არის უსასრულოდ მოქნილი, არსებობს ფორმები, რომლებსაც ის შეიძლება მიიღოს და ფორმები, რომლებსაც ვერ მიიღებს. მაგრამ ყველაზე ღრმა გაკვეთილი არის ის, რომ ყველა ეს საზღვრები, ყველა ეს ექსტრემალური ეფექტები, ყველა ეს უცნაური თვისებები, ისინი არ არის გამონაკლისები. ისინი არის გამოვლინებები იმავე პრინციპების, რომლებიც მუშაობენ ყველგან, პრინციპებისა, რომლებსაც თქვენ ხვდებით ყოველდღიურ ცხოვრებაში, მაგრამ არ ამჩნევთ. როცა ისვრით ბურთს და ის ბრუნდება დედამიწაზე, თქვენ ხედავთ გრავიტაციას, იმავე ძალას, რომელიც ქმნის შავ ხვრელებს. როცა უყურებთ საათს და ხედავთ როგორ გადის დრო, თქვენ ხედავთ დროის ნაკადს, იმავე დროს, რომელიც შავ ხვრელში ხდება სივრცის მიმართულება. როცა ცდილობთ დაბრუნდეთ წარსულში და ხვდებით, რომ ეს შეუძლებელია, თქვენ გრძნობთ დროის ერთმხრივობას, იმავე ერთმხრივობას, რომელიც შავ ხვრელში ხდება სივრცის თვისება. შავი ხვრელი არ არის უცხო ობიექტი, რომელიც არსებობს სადღაც შორს, არაფერს საერთოს არ აქვს ჩვენთან. ის არის სარკე, რომელიც გვიჩვენებს რეალობის ბუნებას მისი ყველაზე ექსტრემალურ ფორმაში, მაგრამ ის ბუნება არის იგივე, რომელიც მუშაობს აქ, ახლა, ყოველ წამს. როცა უყურებთ სარკეს და ხედავთ თქვენს ასახვას, თქვენ ხედავთ არა სხვა ადამიანს, არამედ საკუთარ თავს, მხოლოდ შებრუნებულს. შავი ხვრელი არის სარკე, რომელიც გვიჩვენებს რეალობას, არა სხვა რეალობას, არამედ ჩვენს რეალობას, მხოლოდ მისი ყველაზე ექსტრემალურ, ყველაზე შებრუნებულ ფორმაში. და ეს გვიბიძგებს ერთ საბოლოო კითხვამდე, კითხვას, რომელიც აღემატება ფიზიკას, აღემატება მათემატიკას, აღემატება თუნდაც შავ ხვრელებს. თუ რეალობას აქვს საზღვრები, რომლებიც არ არის ტექნოლოგიური, არამედ ონტოლოგიური, რას ნიშნავს ეს ჩვენთვის? რას ნიშნავს ცხოვრება სამყაროში, სადაც ზოგიერთი რამ უბრალოდ შეუძლებელია, არა იმიტომ, რომ ჩვენ არ ვიცით როგორ გავაკეთოთ ის, არამედ იმიტომ, რომ თავად რეალობის სტრუქტურა კრძალავს მას. როცა ხვდებით, რომ ზოგიერთი სიზმარი უბრალოდ ვერ განხორციელდება, არა იმიტომ, რომ არ ცდილობთ საკმარისად, არამედ იმიტომ, რომ ის ეწინააღმდეგება რეალობის ბუნებას, როგორ ცხოვრობთ ამ ცოდნით. როგორ პოულობთ მნიშვნელობას, როგორ პოულობთ მიზანს, როგორ აგრძელებთ ცდას, როცა იცით, რომ არსებობს აბსოლუტური საზღვრები. შავი ხვრელი არ არის გზა. ის არის დანიშნულების პუნქტი, საიდანაც დაბრუნება შეუძლებელია, არა პრაქტიკულად, არამედ პრინციპულად, არა ტექნოლოგიურად, არამედ ონტოლოგიურად. და ეს გვასწავლის, რომ რეალობას აქვს ფორმა, რომელიც სულდავს რა შესაძლებელია, მაგრამ ასევე ქმნის ყველაფერს, რაც არსებობს. მაგრამ შეჩერდით. დაბრუნდით იმ პირველ წამამდე, როცა ეს მოგზაურობა დაიწყო. გახსოვთ. შავი ხვრელი არ არის გზა, ის არის დანიშნულების პუნქტი. ახლა, ამ ყველაფრის შემდეგ ფიზიკის, გეომეტრიის, დროის დილატაციის, სინგულარობის შემდეგ ჩვენ ვხედავთ, რომ ეს წინადადება არ იყო მხოლოდ ასტროფიზიკის ფაქტი. ის იყო მეტაფორა. მეტაფორა იმისა, რაც ხდება, როცა რეალობა აღწევს თავის საზღვრებს, არა ტექნოლოგიურ საზღვრებს, რომლებსაც შეიძლება გადალახოთ უკეთესი ტექნოლოგიით, არამედ ონტოლოგიურ საზღვრებს, ჩაწერილ თავად არსებობის სტრუქტურაში. ახლა ჩვენ ვიცით, შავი ხვრელი არ არის ადგილი, სადაც ფიზიკის კანონები იშლება, ეს არის ადგილი, სადაც ისინი ავლენენ თავიანთ ყველაზე ღრმა ჭეშმარიტებას. ჭეშმარიტებას იმის შესახებ, რომ არსებობა არ არის უსასრულოდ მოქნილი, რომ რეალობას აქვს ფორმა, რომ ზოგიერთი კარი, როცა ერთხელ გადაკვეთავთ, იკეტება თქვენს უკან არა ბოლტებით, არამედ თავად დროის ნაკადით. ეს არის ის, რაც ვისწავლეთ ამ მოგზაურობაში. არა მხოლოდ ის, რომ შავი ხვრელი არის ხაფანგი სივრცე დროში, საიდანაც გაქცევა შეუძლებელია. არამედ ის, რომ თავად არსებობა, ყველა დონეზე, ატომიდან კოსმოსამდე, არის სტრუქტურა საზღვრებით. არა შემთხვევითი საზღვრები, არა თვითნებური შეზღუდვები, არამედ საზღვრები, რომლებიც გამომდინარეობს თავად რეალობის ბუნებიდან. როცა დილით ივიძებთ და იცით, რომ ვერ დაბრუნდებით გუშინდელ დღეში, ვერ შეცვლით უკვე მომხდარს, ვერ გააუქმებთ სიტყვებს, რომლებიც უკვე წარმოთქვით, თქვენ გრძნობთ იმავე ტიპის საზღვარს. არა ფიზიკურ კედელს, არამედ ონტოლოგიურ ერთმხრივობას, დროის ისარს, რომელიც მიემართება მხოლოდ ერთი მიმართულებით, და ეს მიმართულება არის მომავალი. მაგრამ აქ იწყება რაღაც უფრო ღრმა.
რაღაც, რაც აღემატება ფიზიკას და შედის მეტაფიზიკაში. წარმოიდგინეთ თქვენს ცხოვრებას ამ წამში, არა როგორც წრფივ ხაზს წარსულიდან მომავლისკენ, არამედ როგორც გეომეტრიას. გეომეტრიას, სადაც ზოგიერთი მიმართულება ღიაა, თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ წასვლა აქ ან იქ, გააკეთოთ ეს ან ის, მაგრამ ზოგიერთი მიმართულება დახურულია. არა იმიტომ, რომ ვინმე გიბლოკავთ, არამედ იმიტომ, რომ თავად თქვენი არსებობის სტრუქტურა, თქვენი წარსული, თქვენი არჩევანები, თქვენი ბუნება შექმნა ფორმას, რომელსაც აქვს საზღვრები. როცა ხვდებით, რომ ზოგიერთი გადაწყვეტილება, რომელიც მიიღეთ წლების წინ დახურა გარკვეულ გზებს, არა დროებით, არამედ სამუდამოდ თქვენ გრძნობთ იმავე პრინციპს. თქვენ გადაკვეთეთ პირადი მოვლენათა ჰორიზონტი და ახლა ზოგიერთი მომავალი უბრალოდ აღარ არის ხელმისაწვდომი, არა იმიტომ, რომ ის რთულია, არამედ იმიტომ, რომ გზა იქამდე აღარ არსებობს თქვენი ცხოვრების გეომეტრიაში. ეს იდეა, რომ არჩევანები ქმნიან გეომეტრიას, რომელიც სულდავს მომავალ არჩევანებს, არ არის მხოლოდ ფილოსოფიური მეტაფორა. ეს არის ზუსტი ანალოგია იმისა, რაც ხდება შავხვრელში. როცა მასა იკუმშება, ის ახლობს სივრცე დროს ქმნის გეომეტრიას, რომელიც სულდავს მომავალ ტრაექტორიებს. როცა თქვენ აკეთებთ არჩევანს, თქვენ იკუმშებით უსასრულო შესაძლებლობებიდან ერთ რეალობაში და ეს რეალობა ქმნის გეომეტრიას, კონტექსტს, ისტორიას, იდენტობას, რომელიც სულდავს რა შეგიძლიათ გახდეთ შემდეგ. ეს არ არის დეტერმინიზმი, თქვენ კვლავ გაქვთ არჩევანი, კვლავ გაქვთ თავისუფლება. მაგრამ ეს თავისუფლება არ არის უსასრულო, ის არის თავისუფლება იმ გეომეტრიის ფარგლებში, რომელიც თქვენ შექმნით. და აქ ჩვენ ვახცევთ ერთ ფუნდამენტურ პარადოქსამდე, პარადოქსს, რომელიც არსებობს არა მხოლოდ შავხვრელებში, არამედ ყველგან, სადაც არსებობს დრო და არჩევანი. თუ მომავალი არის ღია, თუ თქვენ გაქვთ რეალური არჩევანი, მაშინ როგორ შეიძლება იყოს საზღვრები იმისა, რაც შესაძლებელია? მაგრამ თუ მომავალი არის სრულად განსაზღვრული, თუ ყველაფერი უკვე დაწერილია ფიზიკის კანონებში, მაშინ სად არის არჩევანი, სად არის თავისუფლება, სად არის ის, რასაც ჩვენ მეს ვუწოდებთ? შავი ხვრელი გვთავაზობს პასუხს, არა საბოლოო პასუხს, არამედ მინიშნებას. მოვლენათა ჰორიზონტის გარეთ, თქვენ გაქვთ არჩევანი, თქვენ შეგიძლიათ უახლოვდეთ, ან არ უახლოვდეთ, შეხვიდეთ ან არ შეხვიდეთ. მაგრამ როცა გადაკვეთავთ ჰორიზონტს, ზოგიერთი არჩევანი ქრება, არა იმიტომ, რომ ვინმე ართმევს მას, არამედ იმიტომ, რომ თავად გეომეტრია შეიცვალა. გარეთ აღარ არის შესაძლო მიმართულება. მაგრამ თქვენ კვლავ გაქვთ არჩევანი, რა გააკეთოთ იმ დროის განმავლობაში, რაც გაქვთ სანამ მიაღწევთ სინგულარობას. თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ, როგორ გაატაროთ ეს 16 საათი, შიში თუ ცნობის მოყვარეობაში, პანიკაში თუ მშვიდობაში, უარყოფაში თუ მიღებაში. არჩევანი არ ქრება, ის იცვლის ფორმას. და შესაძლოა ეს არის ყველაზე ღრმა გაკვეთილი, თავისუფლება არ არის უსასრულო შესაძლებლობების არსებობა. თავისუფლება არის უნარი აირჩიო იმ შესაძლებლობებიდან, რომლებიც რეალურად არსებობს იმ გეომეტრიის ფარგლებში, რომელშიც თქვენ იმყოფებით. როცა დგახართ გზაჯვარედინზე და ირჩევთ, რომელი გზით წახვიდეთ, თქვენ არ ირჩევთ უსასრულო შესაძლებლობებიდან, თქვენ ირჩევთ იმ გზებიდან, რომლებიც რეალურად არსებობენ იმ გზაჯვარედინზე. მაგრამ ეს არჩევანი არის რეალური, ის არის მნიშვნელოვანი, ის ქმნის განსხვავებას. და როცა აირჩევთ ერთ გზას, სხვა გზები ქრება, არა იმიტომ, რომ ისინი აღარ არსებობენ, არამედ იმიტომ, რომ თქვენ აღარ ხართ იმ გზაჯვარედინზე, სადაც ისინი იყო ხელმისაწვდომი. ეს გვიბიძგებს უფრო ღრმა კითხვებამდე, რომლებზეც არ არსებობს საბოლოო პასუხები, მაგრამ რომლებიც ღირს დასმა. თუ რეალობას აქვს საზღვრები, თუ ზოგიერთი რამ უბრალოდ შეუძლებელია, არა პრაქტიკულად, არამედ პრინციპულად, მაშინ რას ნიშნავს ეს იმედისთვის? როცა ვიცით, რომ ზოგიერთი სიზმარი ვერასოდეს განხორციელდება, ზოგიერთი ზიანი ვერასოდეს გამოსწორდება, ზოგიერთი დაკარგული ვერასოდეს დაბრუნდება, როგორ ვიპოვოთ მნიშვნელობა? როგორ გავაგრძელოთ ცდა, როცა ვიცით, რომ არსებობს აბსოლუტური საზღვრები? შესაძლოა პასუხი არის არა საზღვრების უარყოფაში, არამედ მათ აღიარებაში. როცა ხვდებით, რომ ვერ დაბრუნდებით წარსულში, ვერ შეცვლით უკვე მომხდარს, ეს ცოდნა არ არის დამარცხება. ეს არის გათავისუფლება. გათავისუფლება იმ უსასრულო რათულებისგან, რომლებიც გიკავებენ წარსულში. გათავისუფლება იმისთვის, რომ ფოკუსირდეთ იმაზე, რაც რეალურად შესაძლებელია, არა იმაზე, რაც უნდა ყოფილიყო, არამედ იმაზე, რაც შეიძლება იყოს. შავი ხვრელი გვასწავლის, რომ როცა გადაკვეთავთ გარკვეულ საზღვარს, უკან დაბრუნება შეუძლებელია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ არჩევანი ქრება. ეს ნიშნავს, რომ არჩევანი იცვლის ფორმას, არა სად წავიდე, არამედ როგორ ვიცხოვრო იქ, სადაც ვარ. თუ სივრცე და დრო შეიძლება გაცვალონ როლები, თუ მიმართულება სივრცეში შეიძლება გახდეს მიმართულება დროში, მაშინ რას ნიშნავს ეს იმისთვის, თუ როგორ ვიცხოვრებთ?
შესაძლოა ის, რასაც ჩვენ მიზანს ვუწოდებთ, ადგილი, სადაც ვცდილობთ მისვლას, არ არის ადგილი სივრცეში, არამედ მდგომარეობა დროში. არა, სად ვიქნები, არამედ ვინ გავხდები. და თუ ეს ასეა, მაშინ მოგზაურობა არ არის მოძრაობა სივრცეში, ეს არის ტრანსფორმაცია დროში. როცა ისახავთ მიზანს და მუშაობთ მისკენ, თქვენ არ მოძრაობთ უბრალოდ გეოგრაფიულ სივრცეში, თქვენ მოძრაობთ პირად სივრცეში, იცვლებით, იზრდებით, ხდებით ვინმე სხვა. და ეს ტრანსფორმაცია, ეს მოძრაობა დროში, არის შესაძლოა უფრო მნიშვნელოვანი ვიდრე ნებისმიერი ადგილი, რომელსაც შეიძლება მიაღწიოთ. თუ სინგულარობა არის წერტილი, სადაც სივრცე და დრო წყვეტენ არსებობას, სადაც თავად რეალობის ქსოვილი იშლება, მაშინ რას ნიშნავს ეს სიკვდილისთვის? შესაძლოა სიკვდილი არ არის უბრალოდ ბოლო, ეს არის ტრანსფორმაცია იმდენად ფუნდამენტური, რომ ის აღემატება ჩვენს უნარს გავიგოთ. როცა ფიზიკოსები ამბობენ, რომ სინგულარობაში სივრცე და დრო წყვეტენ არსებობას, ისინი არ ამბობენ, რომ არაფერი რჩება, ისინი ამბობენ, რომ ის, რაც რჩება, აღარ შეიძლება აღიწეროს სივრცისა და დროის ტერმინებით. შესაძლოა სიკვდილი არის იგივე, არა ქრობა, არამედ ტრანსფორმაცია იმ ფორმაში, რომელიც აღარ ეტევა ჩვენს კატეგორიებში არსებობის და არარსებობის. როცა კარგავთ საყვარელ ადამიანს და გრძნობთ, რომ ისინი ერთდროულად არიან და არ არიან, რომ მათი არსებობა გაგრძელდა თქვენში, თქვენს მეხსიერებაში, თქვენს არჩევანებში, თქვენ შესაძლოა ეხებით ამ ჭეშმარიტებას. მაგრამ ეს არის სპეკულაცია, ლამაზი, მაგრამ დაუმტკიცებელი. რაც ჩვენ ნამდვილად ვიცით არის ის, რომ არსებობს საზღვრები ჩვენი ცოდნისა, საზღვრები, რომლებიც არ არის დროებითი, არამედ შესაძლოა ფუნდამენტური. და აქ ჩვენ უნდა დაუშვათ რაღაც, ჩვენ არ ვიცით. ჩვენ ვიცით თუ როგორ მუშაობს გრავიტაცია, მაგრამ არ ვიცით რატომ არსებობს გრავიტაცია. ვიცით თუ როგორ იქცევა სივრცე-დრო, მაგრამ არ ვიცით რატომ არსებობს სივრცე-დრო. ვიცით თუ როგორ ვითარდება სამყარო, მაგრამ არ ვიცით რატომ არსებობს რაიმე საერთოდ, ნაცვლად არაფრისა. ვიცით, რომ შავი ხვრელი არის ხაფანგი, საიდანაც გაქცევა შეუძლებელია, მაგრამ არ ვიცით რა ხდება სინგულარობაში, იქ, სადაც ჩვენი თეორიები წყვეტენ მუშაობას, სადაც ჩვენი ცნებები კარგავენ მნიშვნელობას. ეს უცოდინარობა არ არის წარუმატებლობა. ეს არის მოწვევა. როცა ბავშვი პირველად ეკითხება, რატომ ცა ლურჯია და მშობელი უხსნის სინათლის გაფანტვას ატმოსფეროში, ბავშვი ისევ ეკითხება, მაგრამ რატომ და ეს რატომ გრძელდება უსასრულოდ, სულ უფრო ღრმა და ღრმა, ეს არ არის უბრალოდ ბავშვური ცნობის მოყვარეობა. ეს არის ფუნდამენტური ადამიანური იმპულსი, სურვილი გავიგოთ არა მხოლოდ როგორ, არამედ რატომ. და ეს სურვილი არასოდეს დაკმაყოფილდება სრულად, რადგან ყოველი პასუხი ქმნის ახალ კითხვას, ყოველი ახსნა ავლენს ახალ საიდუმლოს. მაგრამ შესაძლოა სწორედ ეს არის აზრი, არა პასუხების პოვნა, არამედ კითხვების დასმა. არა საიდუმლოს გახსნა, არამედ საიდუმლოსთან ცხოვრება. არა გაგება, არამედ გაოცება. როცა ღამით უყურებთ ვარსკვლავებს და ფიქრობთ შავ ხვრელებზე, იმ უხილავ ხაფანგებზე, რომლებიც იმალებიან კოსმოსის სიღრმეში, თქვენ შესაძლოა გრძნობთ შიშს. შიშს იმის წინაშე, რომ არსებობს ადგილები, სადაც რეალობა წყვეტს არსებობას, სადაც ყველა გზა მიემართება ერთი წერტილისკენ, საიდანაც დაბრუნება შეუძლებელია. მაგრამ შესაძლოა ეს შიში არის არასწორი ემოცია. შესაძლოა სწორი ემოცია არის ტრეპეტი, ტრეპეტი იმის წინაშე, რომ სამყარო არის იმდენად უცნაური, იმდენად ღრმა, იმდენად მიუწვდომელი, რომ ის შეიცავს ადგილებს, სადაც თავად სივრცე და დრო ცვლიან როლებს, სადაც ფიზიკის კანონები ავლენენ ფორმებს, რომლებსაც ჩვენ ვერასოდეს წარმოვიდგენდით. ეს ტრეპეტი, ეს გრძნობა საოცრებისა და საიდუმლოსა, არის შესაძლოა ყველაზე ღრმა ადამიანური გამოცდილება. უფრო ღრმა ვიდრე ცოდნა, უფრო ღრმა ვიდრე გაგება. ეს არის პირდაპირი შეხება იმ რეალობასთან, რომელიც აღემატება ჩვენს კატეგორიებს, ჩვენს ცნებებს, ჩვენს სიტყვებს. და შავი ხვრელი, ეს უკიდურესი ობიექტი, ეს ხაფანგი სივრცე დროში, არის მოწვევა ამ ტრეპეტისკენ. მოწვევა იმისკენ, რომ ვაღიაროთ, რომ არსებობს საზღვრები ჩვენი გაგების, მაგრამ არა ჩვენი გაოცების. და შესაძლოა სწორედ ამაში არის ყველაზე ღრმა გაკვეთილი, შავი ხვრელი გვასწავლის არა იმედგაცრუებას, არამედ მოკრძალებას. მოკრძალებას იმის წინაშე, რომ რეალობა არის უფრო დიდი, უფრო უცნაური, უფრო საოცარი ვიდრე ჩვენ ოდესმე შევძლებთ სრულად გავიგოთ. როცა ხვდებით, რომ არსებობს კითხვები, რომლებზეც თქვენ ვერასოდეს იპოვით პასუხს, არა იმიტომ, რომ თქვენ არ ხართ საკმარისად ჭკვიანი, არამედ იმიტომ, რომ პასუხები შესაძლოა არ არსებობს ჩვენი ენის, ჩვენი ლოგიკის, ჩვენი რეალობის ფარგლებში. ეს ცოდნა არ არის დამარცხება. ეს არის გაღვივება იმისკენ, რომ ვიცხოვროთ არა დახურულ სისტემაში, სადაც ყველაფერი ცნობილია, არამედ ღია სამყაროში, სადაც ყოველი პასუხი ავლენს ახალ საიდუმლოს. და ახლა, ამ მოგზაურობის ბოლოს, ჩვენ ბრუნდებით იქ, საიდანაც დავიწყეთ, მაგრამ შეცვლილები.
ჩვენ დავიწყეთ კითხვით, კუდა ვედუთ შავი ხვრელები? ახლა ჩვენ ვიცით პასუხი, ისინი არ ვედუთ არსად. ისინი არიან დანიშნულების პუნქტი, ხაფანგი, საიდანაც გაქცევა შეუძლებელია. მაგრამ ჩვენ ასევე ვიცით რაღაც უფრო მნიშვნელოვანი, რომ ეს კითხვა იყო არა მხოლოდ ასტროფიზიკის კითხვა. ეს იყო კითხვა საზღვრების არჩევანის თავისუფლების შესახებ. კითხვა იმის შესახებ, თუ რა ხდება, როცა რეალობა აღწევს თავის ლიმიტებს, არა დროებით ლიმიტებს, არამედ აბსოლუტურ ლიმიტებს, ჩაწერილ თავად არსებობის სტრუქტურაში. და ეს კითხვა რჩება ღია, არა იმიტომ, რომ ჩვენ ვერ ვიპოვეთ პასუხი, არამედ იმიტომ, რომ ეს კითხვა ცოცხალია. ის ცვლის ფორმას, ღრმავდება, ვრცელდება. ის ხდება კითხვა იმის შესახებ, თუ როგორ ვცხოვრობთ ჩვენ, როგორ ვიცხოვრებთ საზღვრებთან, როგორ ვაკეთებთ არჩევანს იმ ცოდნით, რომ ზოგიერთი კარი, როცა ერთხელ გადაკვეთავთ, იკეტება სამუდამოდ. როგორ ვპოულობთ მნიშვნელობას არა უსასრულო შესაძლებლობებში, არამედ იმ შესაძლებლობებში, რომლებიც რეალურად არსებობენ, აქ, ახლა, ამ მომენტში. შესაძლოა პასუხი არის ის, რასაც ვისწავლეთ შავი ხვრელისგან, არა უარყოფა საზღვრებისა, არამედ მათი აღიარება. არა ბრძოლა შეუძლებელთან, არამედ ფოკუსირება შესაძლებელზე. არა წარსულში ჩაკეტვა იმ რათუთებით, რომლებიც ვერასოდეს განხორციელდება, არამედ მომავლისკენ გახედვა იმ არჩევანებით, რომლებიც კვლავ ღიაა. როცა დგახართ გზაჯვარედინზე და ირჩევთ გზას, თქვენ იცით, რომ სხვა გზები ქრება, მაგრამ ეს ცოდნა არ გიბლოკავთ. ეს გათავისუფლებთ იმისთვის, რომ სრულად იცხოვროთ იმ გზაზე, რომელიც აირჩიეთ, იმ რეალობაში, რომელიც შექმენით. რადგან ბოლოს ჩვენ ყველანი ვართ მოგზაურები დროში, რომელიც მოძრაობს მხოლოდ ერთი მიმართულებით. მოგზაურები სივრცე დროში, რომელსაც აქვს გეომეტრია, ფორმა, საზღვრები. მოგზაურები რეალობაში, რომელიც არის ერთდროულად უსასრულოდ დიდი და ფუნდამენტურად შეზღუდული. და ამ მოგზაურობაში ჩვენ ვაწყდებით არჩევანებს, რომლებიც ქმნიან გზებს, რომლებიც იხურებიან ჩვენს უკან, მაგრამ ასევე იხსნებიან ჩვენს წინ. შავი ხვრელი არ არის გზა, ის არის დანიშნულების პუნქტი. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ის არის დასასრული. ეს ნიშნავს, რომ ის არის ტრანსფორმაცია იმდენად ფუნდამენტური, რომ ის აღემატება ჩვენს უნარს გავიგოთ. და შესაძლოა ჩვენი ცხოვრებაც არის იგივე, არა წრფივი გზა დაბადებიდან სიკვდილამდე, არამედ სერია ტრანსფორმაციებისას, სადაც ყოველი არჩევანი, ყოველი გადაწყვეტილება, ყოველი გადაკვეთილი საზღვარი ქმნის ახალ გეომეტრიას, ახალ რეალობას, ახალ მეს. და ამ ცოდნით, ამ ღრმა, საოცარი, შემაშფოთებელი ცოდნით ჩვენ შეგვიძლია ვიცხოვროთ სხვაგვარად. შეგვიძლია ვიცხოვროთ ცნობიერებით იმისა, რომ ყოველი არჩევანი მნიშვნელოვანია, არა იმიტომ, რომ ის განსაზღვრავს ყველაფერს, არამედ იმიტომ, რომ ის ქმნის გეომეტრიას, რომელშიც ჩვენ ვიცხოვრებთ. შეგვიძლია ვიცხოვროთ მადლიერებით იმისა, რომ ჩვენ გვაქვს არჩევანი, თუნდაც შეზღუდული არჩევანი, რადგან არჩევანის არსებობა ნიშნავს, რომ ჩვენ არ ვართ უბრალოდ ობიექტები, რომლებიც მოძრაობენ გეოდეზიურ ხაზებზე, არამედ აგენტები, რომლებსაც შეუძლიათ ფორმის მიცემა საკუთარ ტრაექტორიებს. შავი ხვრელი გვასწავლის, რომ არსებობს საზღვრები, აბსოლუტური, ონტოლოგიური საზღვრები. მაგრამ ის ასევე გვასწავლის, რომ ამ საზღვრების ფარგლებში არსებობს უსასრულო სირთულე, უსასრულო სილამაზე, უსასრულო საიდუმლო. როცა ხედავთ ჰორიზონტს ხაზს, სადაც წახვდება დედამიწას, თქვენ ხედავთ საზღვარს, მაგრამ ეს საზღვარი არ არის დასასრული. ეს არის მოწვევა იმისკენ, რომ წახვიდეთ, გაიგოთ, აღმოაჩინოთ, რა არის იმ ხაზის მიღმა. და როცა მიაღწევთ იმ ხაზს, თქვენ აღმოაჩენთ ახალ ჰორიზონტს, ახალ საზღვარს, ახალ მოწვევას. შავი ხვრელი არის ჰორიზონტი, საზღვარი ჩვენი ცოდნისა, ჩვენი გაგების, ჩვენი რეალობისა. მაგრამ ის არის არა დასასრული, არამედ მოწვევა იმისკენ, რომ ვიფიქროთ უფრო ღრმად, ვიცხოვროთ უფრო ცნობიერად, ვიყოთ უფრო ღია საიდუმლოსადმი, რომელიც გვარშემორტყამს. და ამ საიდუმლოში, ამ უსასრულო, შეუცნობელ, საოცარ საიდუმლოში, ჩვენ პოულობთ არა პასუხებს, არამედ კავშირს. კავშირს ერთმანეთთან, კოსმოსთან, იმ რეალობასთან, რომელიც აღემატება ჩვენს გაგებას, მაგრამ არა ჩვენს გამოცდილებას. შავი ხვრელი არ არის გზა. ის არის დანიშნულების პუნქტი. მაგრამ ის ასევე არის სარკე, რომელიც გვიჩვენებს, რომ რეალობას აქვს ფორმა, საზღვრები, საიდუმლოები. და ამ ცოდნაში, ამ ღრმა მოკრძალე, ტრეპეტით სავსე ცოდნაში, ჩვენ პოულობთ არა შიშს, არამედ გაოცებას. არა დასასრულს, არამედ დასაწყისს.